ეს მოლაპარაკება, როგორც დავინახეთ, იყო უბრალოდ მოლაპარაკება უფრო გავდა, რომ ასე ვთქვათ, ვიღაცა ბრჭყალებში უბრალოდ ერთობოდა. ჩემში ასეთი შთაბეჭდილება დატოვა, იმიტომ რომ არანაირი შედეგი ამ მოლაპარაკებებმა აბსოლუტურად არ და პირიქით უკუ შედეგიც დადო უკრაინელების მიმართ. მე გულისხმობ იმას, რომ რამდენჯერაც შეხვდებოდა ამერიკის წარმომადგენელი რუსეთის წარმომადგენელს, მეორე დღეს სარაკეტო დაბომბები ხდებოდა უკრაინის ქალაქების, რასაც ეწირებოდა უამრავი ბავშვი, უამრავი ქალი, მშვიდობიანი მოსახლეობა. თითქოს მიზანმიმართულად ხდებოდა რუსეთის მხრიდან. ჩვენ ხედავდით აგრესიულ რიტორიკას უკრაინის მიმართებაში ამერიკიდან, რომ აი ზელენსკი ასე არ ჩაიცვა, ასე არ თქვა გამარჯობა, ბევრჯერ მადლობა არ გადაიხადა, ის უმადურია და რუსეთზე კიდე გვესმოდა, რომ ის პრაგმატულ პოლიტიკას აწვებოდა, რომ ეს ნორმალურია მისი ქმედება უკრაინაში, იმიტომ რომ აგერ თავად ტრამპიც განიხილავს გრენლანდიის ანექსიას. მე მოყვები ანალიზში, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდანაც ისე გამოჩნდა თითქოს რუსეთის ინტერესი ამ მოლაპარაკებებში ჩართვის იყო თავიდანვე ამერიკის დისკრედიტაცია. როგორც თქვი, პრაქტიკულად ემთხვეოდა იმას, რომ მოლაპარაკება მიდიოდა, განცხადება კეთდებოდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მეორე დღეს საავადმყოფოს ბომბავდნენ, ბავშვთა სახლს ბომბავდნენ, სპეციალურად ხდებოდა, იმიტომ რომ თითქოს გამოჭერილი იყო ამერიკა იმაში, რომ უნდოდა მშვიდობის მიღწევა და ამ მშვიდობის მიღწევის საბაბით რუსეთი ცდილობდა მაქსიმალურად მიიღწევა იმ გეგმისთვის, რა გეგმაც აქვს პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის დროიდან 60-იანი წლებიდან, რომ ამერიკის იმიჯი, ამერიკის ასე ვთქვათ, ლიდერის პოზიცია საერთაშორისო დონეზე მაქსიმალურად შეარყიოს, ერთმანეთთან დააპირისპიროს ამერიკის მოკავშირეები და დააპირისპიროს ეს მოკავშირეები ამერიკის წინააღმდეგ და თავიდანვე თითქოს პუტინი იყენებდა ამას ზუსტად ამისთვის, რომ ამერიკის წინააღმდეგ განეწყო ევროპის ქვეყნები, უკრაინელები და სხვა მოკავშირეები.